1001 ღამე. ხელი გაწი. შვილო დღეს სკოლაში რა გააკეთე? მომიყევი. მიკრობები ვისწავლეთ. და მასწავლებელმა ამიხსნა რა უნდა უთხრა მიკრობებს, როცა ჩემკენ წამოვლენ. მართლა? რა უნდა უთხრა? მე საჭმელს ვჭამ, ვიტამინებს სვამ, ხელებს ვიბან, კბილებს ვიხეხავ. მერე? წადი ცუდო მიკრობო. შენ ვერაფერს დამაკლებ. ასე ვიტყვი. გამომართვე. ვინმე მოვიდა დედა? ალბათ, ნახავ შვილო. იცი ონორ. კან. გამარჯობა. გამარჯობა. მშენებლობა ნახო უნდა გვეთამაშა. ვითამაშებთ. მოვიდი რომ შევამოწმო. საჭმელს ჭამ თუ არა. თუ ჭამ ვითამაშებთ. იმედი არ გაწუხებთ. არა, არ გვაწუხებ. შემოდი. გამარჯობა ბატონო ონურ. გამარჯობა. იმედი მაქვს მშეერი ხართ. დილიდან არაფერი მიჭამია ქალბატონო მიჰრიბან. თეფს მოგიტანთ. დაბრძანდით. როგორ ჩანს დაღლილი ხართ? მოხდა რამე? არა, არაფერი. ყოველდღიური პრობლემები. რა მოხდა ფერიდე? არ მომიყვები? რამე ცუდი მოხდა? ონური არ მელაპარაკებას ევალ. ზედაც არ მიყურებს. ბურჯუ წვნიანი ჭამე. ბუკეთ შენც, მიდი. არ მინდა არ შევჭამ. რას ნიშნავს არ შეჭამ? გემრიელი წვნიანია, მიდი, გააღებირი. ისედაც გამხდარი ხარ. მამა მომენატრა, მამასთან მინდა. ბურჯუ მე რა გითხარი? დღეს მამა სკოლაში მოვიდა, მაგრამ დედა მასთან ლაპარაკის საშუალება არ მოგცა. თუ არ ჭამთ ოთახში ადით. სწრაფად. თქვენთვის საჭმელი არ არის. ძალიან კარგი, მაინც არ მშიოდა. მამა მომენატრა. ხომ გითხარით მამა აღარ ახსენოთ მეთქი? მამა მომენატრა, მამასთან მინდა. ისევ ლაპარაკობს. ძალიან მომენატრა, მამასთან მინდა. ბუკეთ. ბავშვს მოუყვირე. სახლის აღს აღარ გავს, ქალბატონო ნადიდე. იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ ორი ლუყმა მშვიდად ჭამოთ. ბატონო ბურჰან, რაღაც უნდა გითხრა. მოდი დაჯექი. დღეს ქალბატონ ელმასთან შევიარე. მერე, ამ ამბავს ქალბატონ ელმასთან რა კავშირი აქვს? ალი ქემალს ბინა გაუყიდია. რა თქვი? იმ ქალს ქალბატონ ელმასთან დაურეკავს. ალი ქემალის საყვარელს. ჯანსელს. უთქვამს ეს ბინა ჩემია. ძალიან დაბალ ფასიხდი და ახლა უნდა გაგიძვირო. ესე იგი მამის ბინა იმ ქალის სახელზე გადააფორმა? კვლელად უნდა რომ აქციოს, უნდა საკუთარით ხელით მოკლა? დამშვიდდი. როგორ დამშვიდე ქალბატონო ნადიდე, ის ხომ სტამბოლში ჩვენი პირველი ბინა იყო. ვიცი. ხვალ ვიპოვი ალი ქემალს და თავს ქვაზე ვარტყმევინებ. წამებით მოკლავ. ბურჰანი არ ვიყო თუ ეს არ გავაკეთო. ბატონო ბურჰან. მოკლავ. საკუთარი ხელით მოკლავ. შვილი კი არა, ჩემი მტერია. კმარა ბატონო ბურჰან გაბრაზებულ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას. ნება მომეცი ამჯერად ეს საქმე მე მოვაგვარო. როგორ მოვაგვარებ ქალბატონო ნადიდე, როგორ? შენ შვილს გონება აქვს დაბინდული. შენ ყოველთვის მკაცრად ექცეოდი. რა მოიგი ამით? ყოველჯერზე უარეს საკეთებდა. ამჯერად ეს საქმე მე მომანდე. როგორც გინდა ისე მოიქეცი. მე მაგ ბიჭის იმედი აღარ მაქვს. ეს კარგად დაიმახსოვრე.
უკვე ზედმეტი მოგდით. მამა აღარ ახსენოთ, გასაგებია? გეგონათ, რომ იმ ტელეფონის ამბავს დავივიწყებდი? მამა თქვენი თქვენს ხმას ვერ გაიგონებს. მართლა დაგხოცავთ იცოდეთ. დაო, საკმარისია რა საკეთებ. ერთი ამას უყურეთ. ამ სახლში სიტყვის თქმის უფლება როდის მოიპოვეგანი? ესერად მელაპარაკე. შენ საქმეს მიხედე. ვერ მასწავლე ჩემ შვილებს როგორ უნდა ველაპარაკო. სასტიკი ადამიანი ხარ. თუ შენ დედა ხარ, ის მამაა. ბავშვებმა რა დააშავეს? ღმერთო გონება გამინათე. ახლა დამნაშავე მე ვარ? მიდი და ბურჩინს მიხედა. ამათ ნოაგულიანებ. შენ სულ დღეში ჩაგაგდებ. ნამდვილად ხარ ამის გამკეთებელი, რადგან სულ გაგიჟდე. მოდი. მამა ძალიან მომენატრა ბიჭიო. კარგი, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი მოგვარდება. აი ნახავთ. მიძია ონორ. წამოდი, ძილის დროა. მიძია ონორ მე დამაძინას. შვილო გთხოვ? შაჰრაზად, მომეცინება ქანი დავაზინო. ხაპასაც მომიყვები? რა თქმა უნდა მოგიყვები. შვილო, ნუ მაწყენინებ. კან. მოდი, მოდი. მოდი. რომელიც ყაპარი უნდა მომიყე? მეზღაურ სინდბადის ზღაპარი იცი? ცოტა ვიცი. აღარ მოგიყვე? მომიყევი. დავიწყოთ. იყო და არა იყო რა? ერთ ქვეყანაში ძალიან სიმპათიური და ჭკვიანი მეზღვაური სახელად სინდბადი ცხოვრობდა. ამ მეზღვაურს უზარმაზარი გემი ჰყავდა. ძალიან დიდი გემი. ხედავ როგორ იმფარველი ყავს, რამდენიმე დღეა კომპანიაში არ შემოუვლია, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ვის არ შემოუვლია? ქალბატონ შაჰრაზადს. როგორც ზეინეფი ამბობს, ბინიაფის მთავარ ქოსემ სულთანს. მართლა რა უცნაური ადამიანია. მის შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ და იმის ნაცვლად რომ მადლობა გადაეხა და ერთი ამბავი ატეხა. ეს სტატია თქვენ გამოაქვეყნეთ? არა, მე მეორე სტატია დაწერე ჟურნალ ეკონომიკაში დაბეჭდეს. ახალი ამბები ჟურნალმა სხვა რამე დაწერა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? ნეტა ძალა არ დამეტანებინა, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი ცხვირა ბზუებული იქნებოდა. ეგარ მაინტერესებს. ისეთ სტატიას გამოვაქვეყნებ, იმ პლასტიკური ოპერაციებით გაკეთებულ ცხვირს ძირს ჩამოუშვებს. ძალიან კარგი ამბავი მაქვს. სტატია გაამზადეთ, ქალბატონ შაჰრაზადს მაინც ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ რა ამბავია, რა მოხდა? ანკარაში გოლბასში რომ მშენებლობა გვაქვს, დილით თავდასხმა მოხდა. თავდასხმა? როგორ? იარაღით? დიახ, 4 მუშა დაიჭრა. ერთი მძიმედ არის რეანიმაციაშია. ეს როგორ? ვინ ჩაიდინა? არ ვიცი, დღეს ოფისში დაძაბული სიტუაცია იყო. არ უნდათ გახმაურებულიყო, მაგრამ ეს ამბავი ერთ წუთში გავრცელდა. ყოჩა გაიშე? სემა ჟურნალისტია. მერე რა მოხდა? ბინიაფი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ? ვიღაც სულელების გაკეთებული იქნება. გასაზვიადებელი არაფერია. სულელების კი არა, ჩემი აზრით, მაფიოზების გაკეთებულია. ბინიაფის ჰოლდინგს მაფიოზებთან რა კავშირი აქვს? მადლობა. ახალ სამსახურში ბევრს მუშაობ? ბევრი საქმეა, დატვირთული ვარ. მესმის. რატომ ჯიუტობ შაჰრაზად? კომპანია არ ქონში, რატომ გადახვედი? ჯიუტობა არაფერ შუაშია, ბატონო ონურ. ასე იყო საჭირო. ბატონო ონურ. ესე იგი თავიდან ვიწყებთ. ნეტავ შეიძლებოდა სულ თავიდან დაწყება.
მინდა ის დრო დაბრუნდეს, როცა ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით. მართლა ასე ფიქრობ? ესე იგი ნანობ, რომ შენ ცხოვრებაში გამოვჩნდი. სინანულის სწორი სიტყვა არ არის. უბრალოდ მეშინია, რომ ბედის წერატკივილს მომაყენებს. ხო, მაგრამ ჩემ გამო. რადგან მე გამოვჩნდი შენ ცხოვრებაში. და მიჯერე, იმიტომ არ მიყვარხარ, რომ ტკივილი მოგაყენო შაჰრაზად. მინდა ბედნიერები ვიყოთ. მაგრამ როგორც ჩანს, ტყუილად ვცდილობ. ჩემ სიყვარულს იმავე გრძნობით არ პასუხობ. ანორ, შენს კარგად იცი, რომ მთავარი ეს არ არის. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი შაჰრაზად. ყველა დაბრკოლება უკან მოვიტოვეთ. მაგრამ ახლა მეუბნები, ბედის წერა ტანჯას მომაყენებსო. ამ სულელური მიზეზის გამო ვერ ვიბრძოლებ. ასეთ რამეს ვერ გავაკეთებ. ეს შეუძლებელია. ანორ, თავს ძალით ვერ შეგაყვარებ. სიყვარული ძალდატანებით არ გამოვა. შენთვის ტკივილის მოყენება ნამდვილად არ მინდა. ტკივილს შენ არ მაყენებ. ცხოვრება მაყენებს. ხო, მაგრამ ჩემ გამო. რადგან მე გამოვჩნდი შენ ცხოვრებაში. კარგი. ისე მოვიქცეთ, როგორც შენ გინდა. იმ დღეებს დავუბრუნდეთ, როცა ერთმანეთს არ ვიცნობდით. ეხლა მემშვიდობისა. ანორ, წავედი ქალბატონო ნადიდე. წარმატებულ დღეს გისურვებ. შენც ბატონო ბურხან. წარმატებულ მუშაობას გისურვებ. ბატონო ბურხან, მინდა რაღაც გითხრათ. მითხარი, თქვენ დიდი სიკეთე გამიკეთეთ. თქვენ სულ მეხმარებოდით. დიდ მადლობას გიხდით, მაგრამ როდემდე უნდა დაგაწვეთ ტვირთად. ასე არ შეიძლება. ეგ რას ნიშნავს? საიდან მოიტანე? რას ამბობ შვილო? ტვირთად არ გვაწვევი. რა მოხდა? აკოპნა მოგწინდა? არა, არ მომწყინდა. მაგრამ სამსახური მჭირდება. ასე არაფერი გამოვა. განიმ ინტერნეტით სამსახური უნდა მიშოვოს. საიტებს ათვალიერებს. განი ამ საქმეს ვერ მოაგვარებს, დაივიწყე. ნუ ნერვიულობ, არ მიგატოვებ. ყველაფერს მოაგვარებ, შვილო. არ ნერვიულო. ესმის? გმადლობთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ხედავ, განი ამ გოგოსთვის სამსახურის შოვნას აპირებს. ასე როგორ შეიძლება ბატონო ბურხან? განიმ ჯერ თავისთვის იშოვოს სამსახური. ხო, მაგრამ გოგო წასვლაზე ალაპარაკდა. განის თვალს არ მოვაშორებ. ყოველი შემთხვევისთვის მე შენი არ შეუყვარდეს. ღმერთმა დაგვიფაროს. ხო, მართალი ვარ. ადრე კურსებიდან რომ გამოდიოდა, საღამომდე არ ბრუნდებოდა სახლში. ახლა მაშინვე სახლში გამორბის. განი, ჩემთან ხომ არ წავიყვანო? სად? ფაბრიკაში. დილით კურსებზე წავა, მერე კი ფაბრიკაში მოვა. თემედღე ჩემ თვალწინ იქნება. იქ ხელი არ შეგიშალოს. არა. თან საქმეშიც დამეხმარება. მირენა რომ ცოტა უცნაურია. ჩვენი ბიჭია. რადგან ასე ამბობ? მოიცა, ჯერ ვნახოთ რა იქნება. არ ინერვიულო. უშინ ბაიმორის მადამერიკა, შენ ვერ დაგიკავშირდა. ხომ გახსოვს ანტიკვარული ჩაედანი რომ უნდოდა? ლამაზად შევაფუთინე და სახლში გაუგზავნე. ძალიან მიხარია. გმადლობ, ქერემ.
ესე იგი კოლექციას ისევ აგროვებ, სევალ. ხომ იცი ანტიკვარიატის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მაქვს. ვიცი, გისმენთ? ეგის ბაიმორისია, ნიშანთაში რომ არის. უნდა ვნახო. კარგი მეც წამოვალ. დიახ, წამოვალ. ძალიან ლამაზია. კილოცავ ახალ შენაძენს. გმადლობა. ახლა ვიმოვალ. როგორ ხარ ონურ? კარგად არ გამოიყურები. არაფერია კარგად ვარ. სინამდვილეში შენთან სალაპარაკოდ მოვედი. ჩემთან სალაპარაკოთ? რატომ? გუშინ დედა შენი მესტუმრა. ძალიან ნერვიულობს. განიცდის. შენ და ქალბატონ შაჰრაზადს ასე რომ მოგექცათ ძალიან ნანობს. ნერვიულობს. ესე იგი ამბობ რომ პრობლემა არ არის. ჩემი აზრით კარგია. მაგრამ გონი აჯობებს მშენებლობის ინჟინერებსაც თუ ვაჩვენებთ. კარგი? ბატონ ქადირს დაურეკავ. მანაც ნახოს. დაჭრილი მუშა როგორ არის? რამე ახალი ხომ არის? ახალი არაფერია. ისევ ისე რეანიმაციაშია. ძალიან მღელავი ალჩი. მეც უღელავ შულო. ქერემ, ვინ ჩაიდინა ეს? ბინიაფისგან, ვის რა უნდა? ადრე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მეც გაოცებული ვარ. ხილად იყავით შულო. თხოვთ, თავს გაუფრთხილდით. წარმატებულ კაც. ტერი ყოველთვის ხავს. ვიცით, ძმა. დედას კარგად ვიცნობ, სევალ. თავს გაჩვენებს თითქოს ნანობს, მაგრამ ასე არ არის. თავს გაჩვენებს, თვითონ უყვარს, მაგრამ ასე არ არის. ამას ნუ ამბობ ონურ. შეიძლება დედა შენი ხანდახან შეცდომას უშვებს, მაგრამ შენ მიმართ მის სიყვარულში ეჭვი არ შეგეპაროს. ეს რანაირი სიყვარულია, სევალ? უნდა რომ სიყვარულზე უარი მათქვევინოს. ეს დედაშვილური სიყვარულია? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ონურ? გაბუტულები უნდა იყოთ? არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს. ეს დედამ უნდა გადაწყვიტოს. მშენებლობაზე უნდა წავიდე, სევალ, შენი ნებართვით. როგორც გინდა. დროებით. რაზე ისაუბრეთ შენ და ონურმა? არაფერზე. ზოგადად ვისაუბრეთ. ფერიდეზეც ვილაპარაკეთ. რა გჭირს? ავად ხარ? არა, მაგრამ კონცენტრირებას ვერ ვახერხებ. მოხდა რამე? არა. არა უშავს. ხდება ხოლმე. ქერემ, ნახე რა უნდა გაჩვენო? გამარჯობა ბენო. გამარჯობა, მიხარია თქვენი ნახვა. ბოდიშს გიხდით, არ ვიცოდი, აქ თუ იყავით, მგონი შეგაწუხეთ. არა, რას ამბობ, რა შეწუხებაა? ალმა-ატის ელექტროსადგურის შესახებ იყო სტატია. მე ვილაპარაკოთ. გადახედეთ. ნახვამდის. კარგი ძვირფასო. ნახვამდის. როგორც იქნა ბენოს გრძნობებს უპასუხე. ადამიანი ბრმა უნდა იყოს, რომ ვერ მიხვდეს შენ მიმართ ინტერესი აქვს თუ არა. ალბათ ამით უკმაყოფილო ხარ. რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო? არ ვიცი. მომითხარი თუ გავიგებ რომ ბენო გიყვარს, დიდად არ გამიხარდებაო. ასე არ იყო? გთხოვ ქერემ, სინამდვილეში მაგის თქმა არ მინდოდა. დავფიქრდი და მივხვდი. ბენო ძალიან კარგი გოგოა. რაღაც უნდა გითხრა. ამ საღამოს სავახშმად ხომ არ წავიდეთ? ვერ გავიგე? ჩვენ სამნი. მე, შენ და ბენო. თან ვილაპარაკებთ. მერთო ჩემო. დედა, სად მიდიხარ? მეგობართან მივდივარ.
სადეუების დროა, გეჭამათ და ისე წასულიყავით. თქვენ ჭამეთ. წავალ და მალე დავბრუნდები. ხომ ამბობდი ნახევარ განაკვეთზე რომ მაშოვნინე რაიმე სამსახური ვიმუშავებდიო. აი სამსახურიც გამოგიჩნდა. კურსებიდან რომ გამოხვალ, აქ მოხვალ ხოლმე. ხან აქ იქნები, ხან მაღაზიაში. მოკლედ ჩემთან იმუშავებ. კარგი, მაგრამ რა უნდა ვაკეთო ბიძე ბურჰან? შვილო, უჯგუ არ ხარ. კომპიუტერზე მუშაობაც იცი. რამე საქმეს გამოგიძებნი. კარგი ბიძე ბურჰან. იმედი მაქვს შენს იმედს გავამართლებ. თუ საქმეს სერიოზულად მოეკიდები, ჩემი იმედს გაამართლებ. ხელფასას დაგინიშნავ და ჯანმრთელობის დაზღვევასაც გაგიკეთებ. მართლა დიდი ადამიანი ხარ ბიძე ბურჰან. ხელი მომეცი უნდა გაკოცო. კარგი. შემიძლია ახლავე დავიწყო. უკვე დაწყებული გაქვს. მანქანასაც გამოგიღობ. კურსებიდან რომ გამოხვალ, მაშინვე ჩემთან წამოხვალ ხოლმე. ხელი მომეცი უნდა გაკოცოთ ბიძე ბურჰან. კარგი, საკმარისია მორჩი. წადი და უთხარი ჩაი მომიტანონ. ახლავე ბიძე ბურჰან, ახლავე მოვატანინებ. შენთვისაც უთხარი. კარგი. იცოდე, ხელმომჭირნე უნდა იყო. კომიცი მფლაგველი ხალხი არ მიყვარს. რა თქმა უნდა ბიძე ბურჰან, რა თქმა უნდა. ვისი არ ყოფნა ისევ იგრძნობა? ვისი? შეჰრაზადეს. დაბრუნება არ უნდა? არ ვიცი, გონი არა. კარგი, რას ვისამთ? ამ საღამოს რა გეგმები გაქვს? არაფერი. სავახშმოთ ხომ არ წავიდეთ? სამივე. ესე იგი შაჰრაზადის არ ყოფნა ნამდვილად იგრძნობა. შეჰრაზადს არ გულისხმობ. დედა ჩემმა დაგპატიჟა სავახშმოთ. გმადლობთ. შაჰრაზად, დარწმუნებული ხარ, რომ ეს საბოლოო ვერსიაა? რა მოხდა? გონი ეს წინა პროექტია. მართალი ხარ. კარგი, ახლაც ცოტა ხანში მოგიდა. კარგი. ბენო, როგორ ხარ საყვარელო, ხომ კარგად ხარ? ძალიან კარგად შენ? არა მიშავს. შაჰრაზად ვერ დაიჯერებ ისეთ რამეს გეტყვი? დავიჯერებ. მიდი, მომიყევი. შენებლობაზე არ უნდა წასულიყავი? არ წავსულ ვარ. ზაფირისგან არაფერი ისმის? რაღაც დეტალებს არ ყვევს. თავდასხმა ჯელილ ქარაბაშის დაქირავებულმა მკვლელებმა მოაწყვეს. ამბობს მალე დავიჭერთო. კარგია. რა გჭირს? არაფერი. გასაგებია. შეჰრაზადი გენატრება ხომ ასეა? არა, რას ამბობ. ონურ. დეიდაფერიდე თავის საქციელს ძალიან ანობს. შეგიძლია შეჰრაზადი უკან დაბრუნებაზე დაიყოლიო. არ ნერვიულო. უკვე გვიანია ქერემ. ამ სიყვარულზე უარი ვთქვი. ვერ მიგხვდი? ამდენი ძალდატანება საჭირო არ არის. შაჰრაზადს არ უყვარვარ. სად უნდა წახვიდეთ? იენიკოიში ახალი რესტორანი რომ გაიხსნა, იქ მივდივართ. ძალიან გამიხარდა ბენო, გილოცავ. იცოდი არ ინერვიულო. სათქმელად ადვილია. კარგი, ჩემზე საუბარს მოვჭეთ, შენ როგორ ხარ? კარგად ვარ. აქარობა მომწონს. კარგ ადამიანებთან ერთად მუშაობ. მე კი უშენოდ კარგად არ ვარ შაჰრაზად. ოი, გონი ბედმა გამიღიმა. რა მოხდა? შემოთავაზება მივიღე. ეს როგორ? ქალბატონო შაჰრაზად ევლია ოღლუ უახლოეს მომავალში იგეგმება კულტურული ცენტრის მშენებლობა, სადაც ხელოვნების მოყვარული ადამიანები შეიკრიბებიან ხოლმე გსურს ეს პროექტი თქვენთან ერთად განვახორციელოთ. მოხარულები ვიქნებით თუ პროექტზე სასაუბროთ ჩვენთან მობრძანდებით. პატივისცემით ჰარუნ ოსტაში. რა მაგარია? ეს სახელი და გვარი გეცნობა ჰარუნ ოსტაში. არა, არ მეცნობა, მაგრამ ჩემი აზრით უნდა წახვიდე და დაელაპარაკო. კარგი, ახლა უნდა გავთიშო ძვირფასო, კოცნით, დროებით. რამე ახალი შემოთავაზებაა? დიახ, მაგრამ სერიოზული არაფერია. რატომაც არა? ალბათ უარს არ იტყვი.
მე უკვე თქვენთან მუშაობ, ბატონო ოქთაი. რადგან აქ მუშაობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა კომპანიებისგან შემოთავაზებას ვერ მიიღებ. ჩვენ ხომ ასე შევთანხმდით. ვთქვით, რომ სხვა პროექტების აღების უფლებაც გექნებოდა. სერიოზულად ამბობთ? რა თქმა უნდა. ჩვენთვის ისი საკმარისი აქ რომ მუშაობ, ჩახრაზად. ზამთარშიც იახტაზე ცხოვრობს და ზაფხულშიც? ხო, მაგრამ იქ ყველაფერი აქვს, უნდა ნახო როგორაა მოწყობილი. სულ ამბობდნენ ბატონი ქერემი იახტაზე ცხოვრობსო, მაგრამ არ მჯეროდა. მაგარია. ესე იგი მართალი ყოფილა. შიგნით როგორია, ლამაზია? ძალიან. საკმაოდ დიდია. საძინებელიც ძალიან მაგარი აქვს. დილით იქ გაღვიძება, საოცარი გრძნობაა. რას ამბობ? იქ სიცივე იქნება. გაიყინები. რა სიცივე, გამოდიხარ და გემბანზე ხარ, შუა ზღვაში. ძალიან მაგარია. შეგერგოთ. იახტას რა ქვია? სურეია. ბატონი ქერემის ბებიის სახელი ყოფილა. იახტას ბებიის სახელი დაარქვა? ხო, გადარეული. რამე მოხდა ქალბატონო ბენო? სურეია. კარგად ხართ? ქალბატონო ბენო, არაფერი გიჭამიათ. გვინდა განსხვავებული შენობა იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა თქვენს დაგაინტერესოთ. ეს შენობა ხელოვნებისთვის კეთდება და ვფიქრობთ, ამას თქვენ გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს, ქალბატონო შაჰრაზად. გმადლობთ, ბატონო ჰარუნ. ჯერ შევხვდეთ და ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. კარგი? შეიძლება ხვალ შევხვდეთ. ხვალ? შესაძლოა. 11 საათი გაწყობთ? მაწყობს, გმადლობთ. შეხვედრამდე. ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო. აი ნახე. გაზეთი მომეცით. ინებეთ. მადლობთ. ეს გიყიდო? კი, გინდა ეს? კი, მინდა. მეგობარო. მეგობარო, ხურდა დაგჭა. ჩვენ ამას ავიღებთ. კეთობა ძალიან ჩაფიქრებული ხარ. მადლობთ. შეიძლება ამის უნი ვნახო, რა თქმა უნდა. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, შვილო. შეიძლება ვილაპარაკოთ. მოდის გიხდით, ქალბატონო. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე ალი ქემალის დედა ვარ. ესენი ბურჯუ და ბუქეთი არიან. ალი ქემალის შვილები. ორივე სკოლაში დადის. ეს ბურჩინია. ახლახან დაიბადა. ჯერ ახალშობილია. ღმერთმა გაგიზარდოთ. ამინ. მე არ მინდა და ასე მომხდარიყო. აქ შენს გასაკრიტიკებლად არ მოსულ ვარ. მაგრამ ეს ამბავი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ალი ქემალთან ურთიერთობა უნდა დაასრულო. ბავშვებს უმამოდ ხომ არ დატოვებ? გონია, თუ მათ მამას წაართმევ, ბედნიერი იქნები. ზღვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ, შვილო. მე ისეთი ქალი არ ვარ, რომელიც ნებისმიერ მამაკაცთან გააბამს ურთიერთობას. მე ეგ არ მithქვამს. მომისმინეთ. ალი ქემალი მე არ დამირთმევია. უფრო მეტიც,
როცა გავიგე რომ ცოლი ყავდა. მაშინვე დავშორდი. მაგრამ მერე მის გარეშე ვერ გავწელი მე. ალი ქემალი ძალიან მიყვარს. ძალიან. ამ სავარცხელს აქ რა უნდა? მე დავდე ავიღებ. არ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაც არ დაგავიწყდეს. რამდენჯერ გითხარი ეს აქ არ დადო მეთქი. დაუ რა გჭირს? არაფერი. შესაქმეს მიხედე. ასეთი განერვიულებული რატომ ხარ? რა შენი საქმეა? ალბათ სადედამთილოსთან შეხვედრის წინ დაძაბული ხარ. ბენომ დაიგვიანა. მალე მოვა. არ არის ლამაზი რომ გვალოდინებს შვილო. მალე მოვა დედა. როცა უთხარი ერთად ვივახშმოთ მეთქი ძალიან გავუხარდა. ალბათ ახლა ხელფეხი უკან გალებს. კერემ. პირველად მოგყავს ქალი გასაცნობად. მე არ შემომითავაზებია, შენ შემომთავაზე. დიახ. რადგან ვფიქრობ რომ სწორი ადამიანი შეარჩიე. ვწდები? რა კუთხით? ბენო ხომ მართლა გიყვარს? კი. ცოტას ხომ არ ყოყმანობ. ყოყმანობ, მაგრამ ბენუს გამო არა. 5 წუთით დაიგვიანა და ხომ ხედა უკვე მისი გაკრიტიკება დაიწყო. მაპატიე. გასულ კვირას ბურჩინისთვის პირველი აცრა გაუკეთებიათ. ცოტა სიცხე ჰქონია, მაგრამ ახლა კარგად არის. უკვე თავის დაჭერაც უსწავლია. თორმე ძალიან კარგი მადა აქვს. დედა შენმა თქვა საჭმელს რომ ვყიდულობთ. 3 დღეში უკვე აღარ აქვს ხოლმე. დედა ჩემი მოვიდა. ბუკეტს ინგლისურში 10-იანი მიუღია. მე ოჯახის დამანგრეველი ქალი არ ვარ, ალი ქემალ. ისეთი ქალი არ ვარ, რომელიც პატარა ბავშვებს მამას წაართმევს და მერე ბალიშზე შვიდად დადებს თავს. ასე ვეღარ გავაგრძელებ. არ გიყვარ ვარ ჯანსელ. მიყვარ ხარ. თანაც ძალიან მიყვარ ხარ. მაგრამ შენს გოგონებსაც უყვარ ხარ. უნდა დავშორდეთ ალი ქემალ. ყველაზე სწორი ეს იქნება. ახლავე წავიდე. ალი ქემალ. ხვალ დილით წადი. კიდევ ერთი ღამე დავიძინოთ ერთად. გამარჯობა მოგბრძანდით. გამარჯობა ბატონი ქერემი სად არის? აქეთ მოგბრძანდით. დიდი მადლობა. არაფერს. აი მოვიდა. საღამომშვიდობისა. გამარჯობა ბენო ძვირფასო. მაპატიეთ დამაგვიანდა ბოდიშს გიხდით? გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. რატომ დაგაგვიანდა? საცობი იყო. გმადლობ. ბარმენობა შეიძლება სემერტ. ხოლო თქვენ გემსახურებით, ყველას არ ვემსახურები. ინებეთ, გემრიელად მეერთვით. გმადლობ.
ასეთი სახეები რატომ გაქვთ? რამე მოხდა? რაღაც ხასიათზე ვერ ხართ. ყოველდღიური პრობლემები მერტ. მერტ, ერთი წუთით მოდი. უკაცრავად. კარგია რომ ეს ამბავი პრესაში არ გავრცელდა. სულ მცირე მაფიოზებთან კავშირს დაგვაბრალებდნენ. ხანდახან ისინი ბეზრდება ყველაფერი. კულტურის ცენტრი მასშტაბური პროექტი არ არის, მაგრამ საპასუხისმგებლოა. ყველა მის განხორციელებას ელოდება. ასეა. მეგობარო, ნუ განიცდი. იბთან დამსხმელებს ძალიან მალე დავიჭერთ. გაიღიმე ბოლოს და ბოლოს. შაჰრაზადმა არქიტექტურულ კომპანია არქუნში დაიწყო მუშაობა. ხომ, ახლა გასაგებია. აბა პირი გააღე? სულ ეს იყო, მორჩა. მიდი ხელპირი დაიბანე, კბილებიც გაიხეხე. მერე კი პირდაპირ საწოლში. კარგი. მეც დავწვევი ხვალ, გასაუბრება მაქვს. შაჰრაზად, ბევრს მუშაობ. ორი სამსახური რა შეგჭირდება? სხვა გზა არ მაქვს დაუმიხრიბან. ერთი სამსახურიდან რომ ხალხას ვიღებ, იმით თავს ვერ ვერჩენ. ღმერთო ჩემო. ბატონიო ნური ხომ არ არის? ალო? ალო? ვინ იყო? არ ვიცი. დაფარული ნომერი იყო, ხმა არა მოიყო და გათიშა. შაჰრაზად, ისევის კაცები ხომ არ არიან თავს რომ დაგესხნენ? არა, ისინი დაიჭირეს. შეიძლება ბატონი ანურია. ალბათ უშენობას ვერ უძლებს. დაფარული ნომრით რატომ უნდა დამირეკოს? ალბათ ფიქრობს რომ არ დაელაპარაკები. შეიძლება უბრალოდ შენი ხმის გაგონება უნდოდა. მის ზარს ხომ ელოდები? არა, არ ველოდები. საჭმელს არც კი შეხები ხარბენ. თუ არ მოგეწონა სხვა რამე შეუკვეთა. არა იყოს, გმადლობ. ჭიქას რატომ არწევთ? გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. შეგერგოთ. ჩემი წასვლის დროა ბავშვებო. თქვენი ნებართვით წავალ. ცოტა ხნით მარტო დარჩით. ჯერ ჯამა არ დაგისრულებია დედა. რატომ მიდიხარ? ვიანია ქერემ. თან ჩემს ასაკში ასე დროს ჯამა კარგი არ არის. რას ამბობ? განა რა ასაკი გაქვს? ჯერ ახალგაზრდა ხარ. ხომ ასე აბენო? დიახ, ასეა. მგონი კარგი იქნება მეც თქვენთან ერთად წამოვიდე. რატომ ბენო? ჯერ ადრეა. დარჩი. არა, მართლა, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე. რას ნიშნავს ლაპარაკი არ გინდა? გუშინ დანაკვილს არ გიხსნიდა. დედა ჩემო იმისთვის დაგპატიჟა რომ ჩუმად ყოფილიყავი. რა პრობლემაა ბენო? ქერემ გთხოვ, არავითარი პრობლემა არ არის. არის, მაგრამ შენ არ აღიარებ. გთხოვ, თავს ცუდად ვგრძნობ. კარგი ბენო, როგორც გინდა. თუ არ გსურს რომ მითხრა რა ხდება, რას ვიზამ? როცა გადაწყვეტ რომ ყველაფერი მომიყვე, მაშინ დამირეკე. ნახვამდის.
რა უნდა მაფიას ბინიაფ ჰოლდინგისგან ანკარაში გოლბაშის რაიონში ბინიაფი კორპუსს აშენებდა შენებელთა საერთო საცხოვრებელს თავს დაესწრნენ დამნაშავების ვინაობა უცნობია თავდასხმის დროს 4 მუშა დაშავდა ერთ-ერთ მათგანის მდგომარეობა მძიმეა ამ შემთხვევაში უამრავი კითხვა გააჩინა ბინიაფ ჰოლდინგი რომელიც მაფიასთან კავშირში არასოდეს ყოფილა შემჩნეული ახლა მაფიოზების სამიზნე გახდა არ ნერვიულო ონორ აბა რა ვქნა ძმა უზაფერ მაფიასთან რა გვაკავშირებს სახელს გიფუშებენ მართალი ხარ ახლა უნდა ჩავატარო თათბირი. ინებეთ? გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. რა ბედი მქონია. დასასვენებლად რომ წავიდოდით, მაშინ უნდა გამომეყენებინა. მაგრამ თურმე სახლში დასაბრუნებლად მიყიდია. ეს დაგავიწყდა. აქ იყოს. შენი თავი რომ გამახსენოს? დამივიწყებ. წადი. შენი წასვლის დროა. Kimse yok mu? აქ არავინ არის? Kimse yok mu? არის აქ ვინმე? Kimse yok mu? აქ არავინ არის? Pardon. უკაცრავად? ხალბატონო შაჰრაზად. თქვენ ხართ? Evet. დიახ. ოთახში მოგბრძანდით. ახლა მოვალ. გამარჯობა ხალბატონო შაჰრაზად. მე ჰარუნი ვარ. ჰარუნ ოსტაში. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ვერ შეამჩნიათ ხომ ასეა? შეუმჩნევლად ვიმუშავა. ერთი ჩემი მეგობარი ზუსტად თქვენს მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს. Ne yaptınız? თქვენი თავი ვინ გონიათ? როგორია? კარგია არა? არა ჩვეულებრივი სურათები გამოვიდა. თქვენი თვალები საოცარია. როგორც ჩანს არასწორ ადგილას მოვედი. სად მიდიხართ ხალბატონო შაჰრაზად? საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. საქმეზე არ ვილაპარაკებთ, გაიწიეთ. მივხვდი, შეგეშინდათ. უმერთო. ბოდის გიხდით. Çekilir misin? გაიწიეთ. არ შეგეშინდეთ, მართლა გეუბნებით. საშიში არ ვარ, უბრალოდ გადარეული ფოტოგრაფი ვარ. ფოტოგრაფი გადარეული არა, უბრალოდ ცოტა განსხვავებული. დამშვიდით. კარგით? Siz benim... ჩემი ნებართვის გარეშე ასეთი რამ როგორ გააკეთეთ? მომისვენეთ. Merhaba. გამარჯობა. Ece ben. მე ეჯა ვარ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ვერ ვიჯერებ. გონი ხალბატონი შაჰრაზადი მართლა შევაშინეთ.
რატომ? არ მოგეწონათ? ამ ფოტოებზე ვგიჟდები. სიმითი ხომ გიყვართ? ახლა ხან ვიყიდე. ეს თათბირი საიდან მოიტანეს? არ ვიცი მელეკ, მალე გავიგებთ. უამრავი საქმე მქონდა. ნუ წოწუნებ, წამოდი. შენ ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? ისევ რამე მოხდა? არაფერი არ მოხდარა. სილამაზი სალონში უნდა წავსულიყო. შენ რა სიტყვით, მან შევიღებო? მელეკ, სხვა საქმე არა გაქვს. დილიდან გავჩერებლად ლაპარაკობ. კარგი ხო, ჩემი ბრალია რომ გეკითხები. ეს აქ საიდან გაჩნდა? რა? მე თათბირზე არ შემოვა. დაუ, სისულელეს ნუ ამბობ, წამოდი. თანაც მნიშვნელოვანი თათბირია. შენ შედი, მე სახლში მივდივარ. ბენო, მოხვედით? გაზეთი ნახე? რა გაზეთი? სულელური სტატია გამოვქვეყნებიათ. რა ხდება? მშენებლობასთან დაკავშირებით? შიგნით რომ შევალთ იქ ვილაპარაკოთ, წამოდი. ბატონო ანურ, მე რომ არ შემოვიდე? რატომ? თავ შეუძლოთ ვგრძნობ. გასამბობ, ამ ხელგზაზე მოხვედი. თანაც დიდხანს არ გაგრძელდება. წამოდი. ეს ფოტოები რომ გადაიღეთ, ჩემგან ნებართვა აიღეთ? ხომ გეუბნებით ქალბატონო შეჰრაზად? ასეთი პროექტია. თქვენ არ უნდა გცოდნოდათ. მართლა გეუბნებით, ეს პროექტი სტამბოლის საერთაშორისო ფოტოგამოფენისთვის მზადდება. გთხოვთ, მოგვისმინეთ. კარგი, სწრაფად მითხარით. თქვენს ჰოლდინგში ჩემმა ერთმა მეგობარმა ფოტოები გადაიღო. ვერ დავიჯერე ისეთი ლამაზე იყავით. მაშინ მომივიდა ეს აზრი. ჩემთვის ეს დაუჯერებელია. ნებისმიერი ფოტოგრაფი მოინდომებს თქვენთან მუშაობას. საოცრება ხართ. მე და ეჯეს ერთი პროექტი გვაქვს, რომელსაც ქვია შეუმჩნევლად. ამ პროექტზე გვინდოდა მუშაობა. სწორედ ისე გამოსულა, როგორც თქვენს პროექტს ქვია. მართლა ვერაფერი შევამჩნია. მე და ეჯემ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ. თუ ქალბატონი შეჰრაზადი თანახმა იქნება, კარგი საქმე გამოგვივა. თუ არა და? მაშინ პირდაპირ გეტყვით, თანახმა არ ვარ. გთხოვთ, არ გინდათ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მოგეწონებოდათ. რატომ უნდა მომეწონოს? მოდელი ვარ, მე არქიტექტორი ვარ. მით უმეტეს თქვენ ხელოვანი ხართ, ჩვენი უნდა გესმოდეთ. თქვენი ნებართვით წასვლა მინდა. გთხოვთ, ქალბატონო შეჰრაზად, მართლა ბოდით გიხდით, მაგრამ გთხოვთ, დავილაპარაკოთ. თავდასხმის შესახებ ვისგან გაიგეს მეგობრებო? თუ ასეთი ამბების გამოქვეყნებას ხელს ვერ შეუშლით, პრესასთან ურთიერთობის განყოფილება რა შეგვჭირდება? ქალბატონო ჰულია. ვერაფერი გავიგე ბატონო. როგორც ჩანს ვიღაცამ შეატყობინა. ერთი წუთით. ეს ის სემადურმაზე არ არის, ამას წინა თქვენგან ინტერვიუ რომ აიღო? ბენო? დიახ, ის არის. მგონი აზრი არ აქვს იმის გარკვევას, ვისგან გაიგო ეს ამბავი. ჯობია მოვიფიქროთ, საპასუხოდ რა მოვიმოქმედოთ. ზეინებ, შემთხვევით შენ ხომ არ წამოგცდა? ეს როგორ? რა ვიცი. ამას წინათ ერთ-ერთ კაფეში იმ გოგოსთან ერთად დაგინახე. უფრო მეტიც ქალბატონი აიშენის თქვენთან ერთად იყო. ხელიც დაგიქნიე, მაგრამ ვერ დამინახე. მე ყოველდღე 100 ჟურნალისტს ვესაუბრები მელეკ. ეს არის ჩემი საქმე. შენ ამ სექტორში ახალი ხარ და არ იცი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლი. დიახ, ზემას შევხვდი, მაგრამ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ნამდვილად? მეტანო ზაფერ, დღემდე რამე ისეთი გამიკეთებია, რაც საქმეს გააფუჭებდა. თქვენ აქ მოტყუებით მომიყვანეთ, ამას ვერ გაპატიებთ. რას ამბობთ ქალბატონო შეჰრაზად? რა ტყუილზე საუბრობთ? ტყუილი არ არის. ნურუზიას ქუჩაზე ერთი შენობა შევისყიდეთ. 5 სართულიანია, არაჩვეულებრივი ადგილია, რომ ნახოთ, თქვენც მოგეწონებათ, ხომ ასია? გვინდა რომ იქაურობა ფოტოგრაფიის ცენტრად ვაქციოთ. ჩვენ თქვენ საქმიანობას თვალყურს ვადევნებთ. არაჩვეულებრივი ხართ. თუ ამ პროექტის არქიტექტორი იქნებით, ძალიან გაგვახარებთ. გმადლობთ, მაგრამ არა. არ გინდათ, გთხოვთ. ვიცი რომ თქვენც მოგეწონებათ. მიდი უთხარი. თუ ამაზე გაბრაზდით, გეფიცებით. სიტყვას გაძლევთ, ერთ ცალ ფოტოსაც არ დავტოვებ. დამრაჩავის ზებნაში დროშმა დავკარგავთ, ბატონებო. ვეღარაფერ შევძლით. სტატია უკვე გამოქვეყნდა. ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, ის როგორ უნდა გამოვასწოროთ. პრეს-რელიზს თუ გამომზადებთ, შემიძლია გამოვაქვეყნო. პრეს-რელიზი? სულ ეს არის? სხვა რა უნდა გავაკეთოთ? ქალბატონო ზეინებ, მომისმინეთ. ბინეფ ჰოლდინგი მაფიასთან ერთად მოიხსენიეს. ამდენი წლის მანძილზე ეს პირველად ხდება. ჩემი აზრით, ჯობია ყველაფერი გულახდილად ვთქვათ. პრესას ყველაფერი ისე მივაწოდოთ, როგორც არის. ჩვენ მსხვერპლი ვართ და არა დამნაშავეები. გასაგებია? ეს ბუნებრივიცაა. ბოდის გიხდით. ანკარიდან დარაგეს. საავადმყოფოდან. სამწუხაროდ დაჭრილი მუშა გარდაიცვალა.
ჩაის კიდევ დალევ დედა. მოგიტანო? ხო, მომიტანე. ალო? ალი კემალ. დედა როგორ ხარ? როგორ ვიქნები შვილო? შენ როგორ ხარ? დედა, ისმენ შვილო. დედა შეიძლება შევხვდეთ. შენთან დალაპარაკება მინდა. კარგი. მომისმინე ალი კემალ. გულს ხომ არ გამიხეთქავ შვილო? ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს. ხოლდილიც ახვალ ხმასია. საღამოს რომ წავიდე რა აზრი აქვს? მინდა დაკრძალვას დავესრო. იმ ბიჭმა ჩვენთან 6 თვე იმუშავა. ვერტმა აცხონოს ძალიან ახალგაზრდა ყოფილა. აბა ონორ, ქალბატონი შაჰრზადი უკან დაბრუნებაზე დაითანხმე? არა, არ ვილაპარაკია. თქვენს პრობლემას რატომ ვერ აგვარებთ? ჯიუტია ძმაო. შეყვარებული ჯიუტია. ასე. სიყვარული ძლიერი გრძნობა, მაგრამ ქალბატონი შაჰრაზადი არ უნდა დავგარგოთ მეგობრებო. კულტურის ცენტრის პროექტზე არაფერს ვამბობ. ვინია ჰოლდინგისთვის ეს დიდი დანაკარგი იქნება. ჩემი აზრით, როგორ მე უნდა დაითანხმოთ, რომ სამსახურში დაბრუნდეს. ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით საქმეზე, როგორ დაველაპარაკები. მე რომ დაველაპარაკო არ ვიცი ეს რამდენად სწორი იქნება. მესმის. თუ ნებას მომცემთ, მე დაველაპარაკები. თანაც მე მისი ერთ-ერთი უფროსი ვარ. რა თქმა უნდა, ძმა უზაფერ. კარგი, მაშინ სწორ დროს შევარჩევ და შევეცდები დავითანხმო. კი, მაგრამ შაჰრაზადი ძალიან ჯიუტია. გამიკვირდება თუ დაითანხმებ. მეც არანაკლები ჯიუტი ვარ. კიდევ გვაქვს რაიმე განსახილველი თემა? არა. კარგი. იმედია ამიხსნი გუშინ საღამოს რა გჭირდებენო. გაგახსენდა? რამე მიზეზი უნდა კონდეს, ასე არ არის? არ მეტყობა? მაშინ გისმენ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. კარგი, ძალას არ დაგატან. არ გეტყვი რომ ძალიან მაინტერესებს. როცა შენ ჩათვლი საჭიროდ, მერე დავილაპარაკოთ. უკეთის დაბადება გახსოვს დედა? რა დამავიწყებს? ნერვიულობისგან კი ნაღამ დავიხოცეთ. მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი დაგვავიწყდა. ხომ ხედავ ორივე დიდი გოგოა. ასეა. ვერც კი შევამჩნევთ. ისე გახდებიან სრულწლოვანები. დრო სწრაფად გადის შველო. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მაგრამ მე უბედური ვარ. არასდროს გამიხარია დედა. შველო, არ ვიცი რა გითხრა. შენ შვილები გყავს. საკუთარ თავზე კი არა, მათზე უნდა იფიქრო ალი კემალ. ალი კემალ. ამ საღამოს მამა შენსა და ფიუსუნს უნდა დაველაპარაკო, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. დამპირდი, რომ ასე აღარ მოიქცევი შვილო. რა მოხდა, ვერ შეთანხმდით? მათთან შეთანხმება შეუძლებელია მუგე. უცნაური ფოტოსტუდიაა, გონიათ რომ განსხვავებულ ხელოვნებას ემსახურებიან, სერიოზულობა აკლიათ. მათი ნდობა და საქმის აღება შეიძლება? ესე იგი ტყუილად წახვედი. ასე გამოვიდა. შაჰრზად, დღევანდელი გაზეთი ნახე? არა, რამე მოხდა? შენი ჰოლდინგის დირექტორებს მაფიასთან კავშირში ედანაშაულებენ. ბიჭს სახლში დაბრუნება უნდა, მაგრამ არ იცის იქ როგორ შეხვდებიან. ბატონო ბურხან, გთხოვ, ისე მკაცრად არ მოიქცე. ქალბატონო ნადიდე,
მივხვდი რომ ამ საქმეს სიმკაცრით ვერ მოვაგვარებთ. რადგან გონს მოვიდა ვაპატიებ, მაგრამ ჯობია რძალი გააკონტროლო. შენ უფრო რთული მისია გაქვს. ბავშვები პატარები რომ არიან, ფიქრობ, როდის გაიზრდებიან, რომ პრობლემები დამთავრდესო. თურმე პრობლემები მაშინ იწყება, როცა დიდები ხდებიან. არც ხვენია რომ ბრუნდება. თვალებში როგორ უნდა შემხედოს? ნანობს და დაბრუნება უნდა შვილო. ასე არ გამოვა დედა. ვაჟბატონი წავა ქალებთან გაერთობა და მერე სინანული რომ შეაწუხებს სახლში დაბრუნდება. ასე ადვილია? მართალი ხარ შვილო. ალი ქემალმა დიდი შეცდომა დაუშვა. მაგრამ ის შენი შვილების მამაა. მე არ მინდა რომ ალი ქემალი ამ სახლში დაბრუნდეს დედა. წავიდეს და ვისთანაც აქამდე ცხოვრობდა მასთან იყოს. შვილო, მესმის რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ოჯახი უნდა გადაარჩინო. არა დედა, ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს, ფიუსონ. განქორწინება გინდა რძალო? მიკიბულ მოკიბულ ლაპარაკს შეეშვი, პირდაპირ თქვი რომ განქორწინება გინდა და ხვალმე მოვაგვარებ ამ საქმეს. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. ძმაო, არც კი გაგიზინჯავს. არა იყოს, არ მინდა. თუ არ მოგეწონა სხვა საჭმელს გავაკეთებინებ. კიდევ ორ მაგი მომიტანა. როგორც მიბრძანებთ. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მე ყველაფერი გავაკეთე რა შემეძლოს ძმაო ზაფერ. მაგრამ ისეთი რამე თხრა გავუცდი. ბედის ერას ვერავინ შეებრძოლება. ამას ვერავინ შეძლებსო. მართალი ხარ ონორ. თუ გავითვალისწინებთ რომ ქალბატონ შაჰრაზადს ბევრი რამ შეენთხვა, მგონი მისი შიში უსაფუძვლო არ არის. მაგრამ ამაში მე ვარ დამნაშავე. ძმაო, რატომ არ გესმის? ის გოგო გეუბნება მეშინია, დამეხმარე რომ ეს შიში დავძლიო. მასზე უარის თქმით აპირებ დახმარებას. კარგი. მე მჯერა რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, მაგრამ ჯობია ამ საქმის მეორე მხარეზე ვილაპარაკოთ. რომ გითხრას, ბინიეფიში აღარ დავბრუნდებიო, რას იზა? მის გარეშე გავაგრძელებთ. შაჰრაზადის გარეშე. შაჰრაზადის გარეშე. ძალით ვერ დავაბრუნებთ, ძმაო. რა ხდება, რამდენი საათია ხმას არ იღებ, ასე ჩუმად უნდა ვისხდეთ? ვერ ერთობი ლამაზო? მერა, შენ თუ ერთობი სათქმელი არაფერი მაქვს. ღმერთო ჩემო. მაშინ წადით. ვინმე მძალით მოგიყვანათ? თქვენ დაიჟინეთ, იახტაზე წავიდეთო. თურმე ვერ ერთობიან. მერა ვალდებული ვარ გაგართოთ. ამას რა სჭირს? ეტყობა სულ გაგიჟდა. ხომ ხედავ ცუდ ხასიათზეა, აშკარად. წამოდი კლუბში წავიდეთ. წავიდეთ. მეორე აქ მომსვლელი აღარ ვარ.
ეს რა არის? პინგვინი. ინგლისურად? ხო, ოჩახ. ეს რა არის? თოვლის პაპუა. ინგლისურად? ოჩახ. ეს რა არის? ნიანგი. ინგლისურად? ოჩახ ჩემო ბიჭო, ოჩახ. ჩემი ბიჭი ჭკვიანია.